მოგესალმებით, მე კატა ვარ, ფსიქოეზოთერიკოსი, ფსიქოლოგიური კუთხით ვნახულობთ პოსტებს Facebook ვერზე ფსიქოეზოთერიული ჯგუფი, ხოლო გაშლებს ვნახულობთ აქ YouTube არხზე და დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო ესეთი მაქვს ატვირთული ბუმერანგის რიტუალი, რომელიც საკმაოდ დიდი ნახვებით არის. ყოველ შემთხვევაში ბევრი ადამიანი უყურებს და არის მნიშვნელოვანი, როდესაც ადამიანები გვიკეთებენ რაიმე ნეგატივს და გვისურვებენ არა კარგ საქციელებს და არა კარგ ქმედებებს ჩვენს მიმართ და ყველაფერს აგზავნია სამყაროში, რომ ჩვენ დავზარალდეთ. შესაბამისად, ბუმერანგის რიტუალი ეს არ არის ვინმისთვის ცუდის გაკეთება, უბრალოდ რასაც მე მისურვებენ და ის მისცეს სამყარომ ყველას, ხო? აქედან გამომდინარე, ბუმერანგის რიტუალი შეგიძლიათ უყუროთ ნებისმიერმა ადამიანმა და დააბრუნოთ ნაცნობ მტრებთან თუ უცნობ მტრებთან თქვენი ნეგატივი, რომელიც თქვენს მიმართ გამოისროლეს და თუ ვინმეს არ აქვს არანაირი ნეგატივი გაკეთებული, დამიჯერეთ, რომ არავის არაფერი არ დაუბრუნდება აბსოლუტურად, იმიტომ რომ მას თქვენთვის თუ არ უსურვებია რაიმე ცუდი, შესაბამისად მასაც არაფერი არ დაუბრუნდება. აქედან გამომდინარე, ეს არის ბუმერანგის რიტუალის შინაარსი და ყოველ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ გაიზრდავთ ენერგეტიკა, მართალია საჯარო არის ეს და თქვათ ისე შეიძლება ვერ მუშაობდეს როგორც კონკრეტულად პირადი წმენდების დროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება თუნდაც ცოტა ენერგეტიკის წმენდაში. და მოდით ვნახოთ, ესეთი გასვლა გავაკეთოთ. ბუმერანგი, რა ბუმერანგი დაუბრუნდა ჩვენს მტერს, ხო? ნახოთ, რა დაუბრუნდა ისეთი, თქვათ, რომელიც ჩვენსკენ იყო მომართული. ნახოთ. რა ბუმერანგი დაუბრუნდა ჩვენს მტერს. პირველ რიგში სიმარტოვე. ეს არის სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია ადამიანი ცდილობდა რომ მოექციეთ გაურკვევლობაში, სიმარტოვეში. შესაძლებელია იყო ეს ოჯახური ნგრევის მომენტიც, ხო? ანუ გაკეთებული თქვათ იმაზე, რომ ვიღაცა დაშორებულიყო და მარტო დარჩენილიყო. ყოველ შემთხვევაში მტერს, რომელმაც ისურვა ცუდი, პირველ რიგში დაუბრუნდა მასვე ეს სიმარტოვე, მასვე ის ემოცია, სადაც ძალიან ცუდად გზნობს თავს, უბრალოდ ნახეთ თვითონ არკანიცაც რო შეხედოთ, მიხვდებით, რომ ეს არის შიში, ეს არის სულიერი განცდა, რომელიც თავს გაკარგვინებს, ემოციას გაკარგვინებს. ეს არის მომენტი, როდესაც მდგომარეობაში ხვდები, რომ გამოვვალია. ხვდები, რომ გინდა რომ დახუჭო თვალები და აი ხვალგათენდეს და ყველაფერი დაალაგებული გქონდეს, ხო? ანუ მტერს დაუბრუნდა პირველ რიგში სიმარტოვე და აი ეს განცდა, რაც ავწერა. კიდევ რა დაუბრუნდა მტრებს? დაუბრუნდა, მოკლედ აქ აშკარად მტულად არ ვთქვი, რომ შესაძლებელია ვინმეს უნდა და ოჯახის დანგრევა თქვა და დაუბრუნდა ის, რომ მისი სიყვარული, ხო, ვთქვათ, მისი ემოციები, მისი სულიერება დაინგრა. ანუ ესე რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც დაუბრუნდა ბუმერანგი, ეს ბუმერანგი არის მისი ურთიერთობების დანგრევა, მისი ურთიერთობების დაშლა, მისი სიყვარულის წართმევა, როგორც თქვენთვის ისურვა.
ნამდვილად ესე ვიტყოდი, რომ ეს იყო, ანუ უმრავლესობას, ვინც ამ ბუმერანგს უყურა, სავსებით შესაძლებელია, რომ იყვნენ დაოჯახებული წყვილები, რომლებსაც რაღაცა პრობლემები ჰქონდათ და გეტყვით, რომ გილოცავთ, თქვენ მტრებს დაუბრუნდა სიმარტოვე, თქვენ მტრებს დაუბრუნდათ ის ემოციური დაშლა, რომელსაც თქვენთვის ცდილობდნენ და ცდილობდნენ, რომ პარტნიორი წაერთმია თქვენთვის. ხო, რაღაცნაირად ეს ყველაფერი მათვე დაუბრუნდა, რაც თქვენთვის ისურვეს და ინატრეს. მათ გაუფასურდათ თვითშეფასება დაეცა მათი, თვლიან, რომ ვეღარ ახერხებენ სწორი რაკურსის მოძებნას, ხო? კიდევ რა დაუბრუნდათ? მათ დაუბრუნდათ ასევე მატერიალური კუთხითაც. სავსებით შესაძლებელია, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა, გადმოხდა დარკანი, გაუარესდეს, ხო? თლად ის არ არის, რომ უბრალოდ დაკარგეს რაღაცა სამსახური, ხო? რაღაცნაირად ახლა შეიძლება სულ შივრები არ იყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათ დაკარგეს ღირებულებები ადამიანებთან მიმართებაში, ხო? აი, მათ დაკარგეს ადამიანური ღირებულებები, ყველაფერს თავი დავანებოთ, აი ეს საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს. ის მომენტი, როდესაც ვიღაცისთვის შესაძლებელია საინტერესოები ყოფილიყვნენ. მათი ცხოვრება, ესე ვიტყოდი, შესაძლებელია, რომ გაჩერდა კიდევაც, ხო? აი, გაჩერდა და იცით როგორი მომენტია, რომ გაჩერდა ერთია, მაგრამ მეორე მომენტი არის, როდესაც ეს გაჩერებული მდგომარეობა წვეთ, დეტალ უარესობისკენ მიდის. თითქოს აი ეს ერთიანი შესამჩნევი არ იყოს, ხო, რაღაც ყველაფერი, მაგრამ ნელა-ნელა, ეტაპობრივად მათი ცხოვრება ისე მიდის, როგორც ისურვეს თქვენთვის, ხო? ანუ როგორც უნდათ, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა ყოფილიყო დავარდნილი, თქვენი პირადი ურთიერთობა ყოფილიყო წაქცეული, თქვენი თვითშეფასება, ადამიანური ფაქტორები ყოფილიყო წაქცეული და დანგრეული, აი ზუსტად ესე, როგორც უნდათ, რომ არ შეგემჩნიათ ეს ყველაფერი და აი ნელა-ნელა გამოსულიყო ყველაფერი წყობილებიდან და აი უბრალოდ ერთიანად აი არ გქონოდათ ის განცდა, რომ რაღაცა ხო არ ხდება ჩემს ცხოვრებაში და რამე ხო არ მოხდა ისეთი და არ გეგრძნოთ ეს ყველაფერი. აი ესე ზუსტად აი ესე დეტალებში, როგორც იყო თქვენთვის ნასურვები და ისე დაუბრუნდა მათ. მოკლედ აი ეს არის ის რისი თქვენც მინდოდა ბუმერანგის რიტუალის საპასუხოდ რა ბუმერანგი დაუბრუნდა მტრებს. ბედნიერებას გისურვებთ ყველას.